გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ერთი გადაცემა ჩავწერე სამუშაო იარაღზე. ხერხი, სახაზავები, შალაშინები, მაგრამ დაახლოებით 2 საათიანი, საათნახევარი, თითქმის 2 საათიანი გამოვიდა და ამიტომ ვარჩიე რომ ორ ნაწილად მაინც ჩავწერო. დღეს მაგიდაზე ვისაუბრებ, სამუშაო მაგიდა, სახაზავი და ხერხი. მივყვეთ რომ დრო არ დავკარგოთ. მოდი ჯერ სანამ მაგიდაზე ვიტყვი. წებოზე ვილაპარაკე. წებოდა ლაქიზე რომ ვილაპარაკე და იქ თქვი რომ არ ვიცი ემულსია ტყავს დააწებებს თუ არა. ვიცით რომ ჭუნირს ჭიანურს ვაკეთებ. ჭუნირი ხალხურიც არის და საორკესტრო ხებიან საკრავსაც ჭუნირი უწოდა კირილემ, მაგრამ ჭიანური რომელი საკრავია ზოგმა იცით რომ გაჭირვებამ გამაკეთებინა, გაჭირვება რომ ამ ხრივ მეც კი რა თქმა უნდა ვიწვალე საორკესტრო ჭუნირს ამოზნექილი ჯორაკი აქვს, კალია, ტყელი არ არის ის ნაწილი რაზეც სიმები ედება და თვითონ სიმზე უნდა დაუკრა მელოდიის ასაკრავად და ორკესტრში რო უკრავდი იქ პედაგოგმა ხელმძღვანელმა ორკესტრის ხელმძღვანელმა ერთი ბიჭს უნდა კიდე დაკვრა და მომაბარა ასწავლეო. იმასაც გაუჭირდა ცალსიმზე დაკვრა რომ გვერდთა სიმებს არ მოხვედროდა ხემი. მხოლოდ ერთ სიმზე რო დაეკრა. და ვიფიქრე რომ მოდი ტყელი ჯორაკს გავაკეთებ, მარტივი დასაკრავია, აკორდულად დაუკრავთ, ესეც გაამდიდრებს მეთქი ორკესტრის ჟღერადობას, მაგრამ ჯერ ცალსიმზე არის რთული. თითის ზუსტად დადება რომ ზუსტი ბგერა მიიღო და მით უმეტეს სამ სიმზე ერთდროულად გაცილებით რთული იქნებოდა ზუსტი ბგერების მიღება. ამიტომ ჩვეულებრივ ხიდები ჩავსვი თანაბრად ტემპერირებულ 12 საფეხურიან ბგერათრიკში, როგორც არის კლასიკურ წყობას უწოდებ ხოლმე მარტივად. ამას ჭიანური უწოდებ. თქვი რომ არ ვიცი ტყავს დააწებებს თუ არა მეთქი სველ ტყავს. კი, ისიც თქვი რომ სველი ხე შომალმა შეაწება. ერთი ჭიანური შემიკვეთეს, გავაკეთე და ჩამონაჭერილი ტყავი მოვსინჯავ მეთქი. ჯობს ისევ სინჯო, ვიდრე პირდაპირ ტყავი გადაუჭირბო და ვერ დაიჭიროს. მოვსინჯე, დავაწებე ჩამონაჭერი. ესეც რა თქმა უნდა სველი იყო, ჩარი გადაუსვი რომ მხოლოდ გადავამშრალე ის ზედაპირი, რაც უნდა დამეწებებინა. ორ ხეში მოვაქციე, ჭახრაკებით დავიჭირე აქეთ-იქიდან, ჭახრაკი ეს არის. აქ ზაჟიმებს უწოდებენ, ისე კი სტრუფცინა ქვია რუსულად. დავიჭირე და არ მახსოვს ერთი თუ ორი დღე მქონდა ესე დამაგრებული. ავხსენი და ეხლა რო გაჩვენოთ. ესე კი ძრება, რადგან ტყავი იხევა ალბათ. მაგრამ ასე რომ გამოვქაჩო, ვერ ვაძრობ. ანუ შემიძლია თავისუფლად შევაწებო, დავაწებო ტყავი ჭუნირზე, ჭიანურზე. ახლა კი ამ სამუშაო მაგიდა და სამუშაო იარაღი. დურგალის სამუშაო მაგიდა, მისი სიმაღლე. დამოკიდებულია თვითონ იმ კაცზე, ვინც გინდ ხალი იყოს რა მნიშვნელობა აქვს, ხო? იმ ადამიანზე, ვინც ამ მაგიდასთან უნდა იმუშაოს. უფრო მართებული იქნება ვთქვათ მის აგებულებაზე და რატო აგებულებაზე. მაგიდასთან რო დადგები, გამართული ხელები, ხელის გულები უნდა დაადო მაგიდას. არც მოხრილი უნდა იყოს კიდაყში ხელი. არც დაკაჩვა უნდა მოგიწვიოს ან დახრა არ უნდა მოგიწვიოს. გამართული რო დადგები მაგიდასთან, ხელის გულები უნდა დაადო. მე ოდნავ მაღალი გავაკეთე ეს მაგიდა. იმ წესის მიხედვით არა. მეტრა 20-ია 60 სანტიმეტრზე.
ხლა ჯობს სანტიმეტრებით ვილაპარაკო, რომ უფრო ადვილად გაიაზროთ. ბევრი უნდა ვახსენოთ, სახაზავებიც უნდა თქვა და ამიტომ ჯობს სანტიმეტრებით და მეტრით ვისაუბრო. მეტრაოცი 60 სანტიმეტრზე. ეს უკვე ყველაზე მცირე ზომა არის, მე რაც მჭირდება, რადგან ბანსაც ვაკეთებ და უფრო დიდია ბანი, რო დაეტიოს ბანს ვდებ, სიმებს ვდებ, კნეტარას ვდებ, ვიმუშაო სიმები აუბა ბანს. თუ კი მაგალითად უფრო გრძელია მაგიდან, კი, უფრო მეტი სივრცე გაქვს. ნახევარმეტრიანიც შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც უფრო შეზღუდული ხარ, მაგრამ 70 სანტიმეტრზე განიერი არ ღირს და რატომ? კედელთან არის მაგიდან მიდგმული ხომ? და მოსახერხებელია რომ თან ხედავთ კიდეც რამდენი რამ მაქვს კედელზე. ადვილად ვწვდები. 70 სანტიმეტრიანი კიდე მივწვდები. ონა წინ გადახრა მიწევს თუ თავისუფლად ავიღო. მაგრამ უფრო მეტი რო იყოს, მოუხერხებელია უკვე. ამიტომ მაქსიმუმ 70 სანტიმეტრი მაგიდი სიგანე. მეორე პატარა მაგიდა მაქვს ფანურის მუცელს სადაც ვაკეთებ. თავიდან კოტრი მედგა, მაგრამ ეს სივრცეც რატო დავკარგო მეთქი და კუთხოვანებით უგოლნიკებს უწოდებს უმეტესობა. კუთხოვანებით შევკარი პატარა მაგიდა. რო ვზივარ 40 სანტიმეტრი, 30 სანტიმეტრზე მაგიდის თავი. და სიმაღლე არ მახსოვს რამდენია, დაახლოებით 45 სანტიმეტრი. როგორც მოვიხერხე სკამზე ვზივარ და როგორც მოვიხერხე ის მაგიდა სიმაღლით. ეს სამუშაო მაგიდა დაბლა რა თქმა უნდა, თარო მაქვს ერთი გაკეთებული. ზედ გირაგი მაქვს გამაგრებული ტისკი იცის უმეტესობა. ეს გირაგია ტრიალებს. არც მახსოვს რამდენი წლის წინ ვიყიდე ესეთი გირაგები, მაშინ იშვიათობა იყო, რო ტრიალებდა 180 გრადუსით ტრიალდება. თუ დამჭირდა, დავიჭერდა მაგიდაზე დავადებინებ მეორე ბოლოს რომ არ მაგალითად ვაშალაშინებ და არ ჩავარდეს, აქ ჭახრაკი იჭერს. ამას კი თავისი დამქაჩი ქონდა, მაგრამ ცუდად იყო გამოშვერილი. აქეთ გამოდიოდა. გირაგის გასწვრივ არ დგებოდა. ამიტომ მოვხსენი ჩვეულებრივი ჭანჭიკით ვიჭერ. ჭანჭიკი ბოლტი იცის უმეტესობამ და განჩის გასაღებით ვუჭერ. და ვუჭერ შევატრიალებ და ვმუშაობ. აქვე ჩამოვკიდე განჩის გასაღები. ხერხი მჭირდება, მithქვამს რომ კოჭებს ვყიდულობ მაგალითად პირის ფიცრებისთვის 20-10-ზე. იმ კოჭის გადასახერხად გრძელი ხერხი არის, სჯობს. კი, რა თქმა უნდა, მოკლე ხერხითაც გადახერხავთ, მაგალითად 400-450 მმ-ით, მაგრამ მოკლე მოძრაობები გიწევთ ხელით და მოუხერხებელია, უფრო ღლის ხელს. ეს არის 55 სანტიმეტრი სიგრძის. თავისუფლად ხერხავ. ჯობს მეორე ხერხიც იყოს ტარებისთვის რომ ვყიდულობ 5 სანტიმეტრია სისქე. მოდი მასაც ფიცარი უწოდოთ. თუმცა ფიცარია რა თქმა უნდა 5 სანტიმეტრიანი სისქის უკვე ფიცარია. მაგრამ არ მიყიდია მეორე ამით გავდივარ იოლას. ცოტა ხანდახან შეიძლება შეთამაშდეს ეს წინა ნაწილი და უთომა ჯობს მოკლე ხერხი იყოს. ხერხის შერჩევისას აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რომ სწორი იყოს. მე რო ვყიდულობდი, ეს უკვე მესამე ხერხია, ორი გავცვითე. კბილები უკვე დაბლაგდა, უფრო სწორედ გავცვითე, დაბლაგდა კბილი. ნაწურთობი კბილია და ამის გალესვა არც მიცდია. ძვირიც არ ღირს და ვიყიდე. რადგან ვიცი რომ გაღუნული ხერხი რო ხერხავ, ნახერხიც გაიღუნება ჭრილი და მე უკვე იჭერდება ხერხი, ძალიან გიჭირს ხერხვა. ამიტომ ავიღე ერთი ხერხი, ეს უნდა გახედოთ, სწორი იყოს. გავხედე, ავიღე მეორე, გავხედე, გაღუნული იყო ორი, მესამე გაღუნული, მეოთხე მეტნაკლებად სწორი, თითქმის სწორია. ეგ გამყიდველს არ ესიამოვნა, რას ამოწმებ ამდენსო, რაღაცა მითხეს. მე მგონი 2 წელია უკვე რაც მაქვს.
ვაჩვენე და უხსენი, რომ გაღუნული ხერხით ვერ გახერხავ. ვეღარაფერი მითხრა. კარგი ხერხია, იაფიც არის, კარგი კბილიც აქვს, კარგად ხერხავს. კი, სხვა ხერხებიც არის. ისინიც კარგია, მაგრამ რატომღაც ტოლსენი რაკი ვიყიდე ალბათ პირველი, კარგი ხერხი აღმოჩნდა, ტოლსენი ვიყიდე ხოლმე. აგრეთვე ტოლსენის ესეთი ხერხი ვიყიდე, ეს ყუა აქვს ამ ხერხს. ფიცრის 90 გრადუსზე, 45 გრადუსზე და ამის თავისი კალაპოტი აქვს. და ასე 45 გრადუსზე, ასე ვთქვათ, დაწვენილი 45 გრადუსზე შეგიძლია ჩახერხოთ იმ კალაპოტი. გვერდა რო შეხედოთ, პესავით არის. და იმაში არის ეს კუთხეები, ჭრილები არის და ჩადებ იმ ჭრილში ხერხს და ისე გახერხავ, რომ გრადუსი დაიცვა ეს რამ გრადუსიც კი და გახერხო. მაგრამ ამას ნაკლი ის აქვს, რომ მეც ვერ გახერხავ სიღრმე. ტოტალის ერთი ეს უკვე მეორე არის. ერთი გავწვდა. დაბლაგდა ისიც. მერე ტოტალის ხერხი ვიყიდე, ისიც. და უკვე ეს მას შემდეგ ვიყიდე. ვიყიდე სტენლის ხერხი, ჩვეულებრივი. ასეთივე ხერხი იყო, ოღონდ წვრილკბილებიანი არის ხერხი. დიდი. მსხვილი კბილი აქვს და წვრილი კბილი აქვს. მსხვილი კბილი უფრო კარგად ხერხავს, კარგად გამოაქვს ნახერხი. წვრილი კბილს კი უფრო რთულად ხერხავს, მაგრამ წმინდად ხერხავს. ვიყიდე სტენლის ხერხი, ტოტალის არის დაუყენეზეთ. გადავჭერი არ მახსოვს, მე მგონი 500 მმ-იანი იყო. ამასაც ესე წვრილი კბილი ყუა არა აქვს და შემიძლია უფრო ღრმად ჩავხერხო, თუ დამჭირდა. სახაზავები, გონიო. მოდი გონიოს გაჩვენებთ. ეს 90 გრადუსი დასახაზად, თუნდაც იგივე პირის კოჭებს ვუყიდულობ პირისთვის. ჯერ სიგრძეზე მოვნიშნავ, შემდეგ მოვაბჯენ. ეს თხელი ნაწილია და უფრო სქელი. პირდაპირ რო გაჩვენოთ. მოებჯინება. მარტივად იკავებ. ესეთ გასქელებული რო არ იყოს ეს ნაწილი, უფრო რთულია გასასწორებლად, ამიტომ მარტივია ეს. მოაბჯენ ხოლმე ჩამოუხაზავ და მერე ხერხავ. ოღონდ ყოველთვის ზუსტი ეგებ არ იყოს ეს გონიო, მაგრამ აქ აქვს პატარა სჭვალი. 6 კუთხა გასაღები უნდა, კლუჩი, შეშტიგრანიკი, უпроსტოდ შეშტიგრანიკს ამბობენ. მოუშვებთ, გაასწორებთ ზუსტად 90 გრადუსზე, დაუჭერთ ისევ და იქნება 90 გრადუსიანი. სხვადასხვა ფირმის გონიოებია, რომელიც გნებავთ, იყიდეთ. აგრეთვე ესე ცოტა პატარა გონიო, დიდი გონიო უფრო გძლად რო გავხაზოთ ხომ და ეს არ გაწუდება იმ 20 სანტიმეტრიანს, მაგრამ პატარა რაღაცისთვის დიდი მოუხერხებელია. საბჭოთა პერიოდის გონიო არის ეს. ასევე სქელია ეს ნაწილი. გავაკეთე ხის გონიო, უფრო პატარა რო დამჭირდეს. ეს არის ორმაგი. ასე რო ვთქვა რა, ცალმხარეს დავაწებე. ხედავთ. მეორე მხარეს არა, რადგან რო დამჭირდეს რაღაცა ზევიდან დადება და ისე 90 გრადუსის გახაზვა, ან მოკლედ ეს 90 გრადუსის გახაზვა ეს ხელშემიშლის გამოშვერილი. კარგად არ დაიდება, მაგრამ თუ კი მინდა ესე რომ მოვაბჯინო და გავხაზო, ეს მოსახერხებელია, წეღანაც გითხარით. მეორე მხარე რომ ერთი მხარე უпроსტოდ რომ სქელია. ამ გონიოს
სანტიმეტრებიც აქვს, ზევით სანტიმეტრები, ქვევით ინჩი. ახლა სახაზავ ხომ, კიდევ. ეს იყო ნაჟოვკას რო უწოდებენ. ჩვეულებრივ სიგრძის ოღონდ დავამოკლე, რადგან აქ მაგალითად ჯორაკებს რო ვაკეთებ ხოლმე ჯორაკის ჩასახერხად. გზელი რო იყო, იქით გადაქნევდა ხოლმე და მოუხერხებელია. ზოგადად პატარა რაღაცების გასახერხად მოუხერხებელია გზელი როცაა და დავამოკლე. მაქვს 1 მეტრიანი სახაზავიც. ოღონდ რა გავაკეთე რომ საბჭოთა პერიოდში გაკეთებული 30 სანტიმეტრიანი სახაზავი მაქვს. შევამჩნია რომ უმეტესობა სახაზავები იმ 30 სანტიმეტრში იტყუება. ზოგი 9 მილიმეტრს და 1 თუ 2 ვნახე მგონი მილიმეტრითაც კი მოკლე იყო 30 სანტიმეტრზე. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 9 მილიმეტრს კი იტყუებოდა, უფრო მოკლე იყო 9 მილიმეტრით. ამიტომ იმ 30 სანტიმეტრიანი სახაზავით ყიდულობდი ხოლმე, სხვა ვარჩევდი უпроსტოდ, ვადარებდი იმ 30 სანტიმეტრიან სახაზავს. ვიყიდე 60 სანტიმეტრიანი, 9 მეტრიანი მინდოდა, მაგრამ კი, ზუსტი იყო, ოღონდ თხელი და რაღაცის შემოწმება რო გინდა, მაგალითად გავაშალაშინე და კიდე შეამოწმო, სწორია თუ არა. არ იყო ის საიმედო, რადგან ოდნავ რო დაწვეს, გაიღუნება და უკვე ვეღარ გაიგებს, სწორია თუ არა ის, რაც გააშალაშინე. ეს სქელია, მყარია, თუ თავისით არ გაიღუნება. თუმცა ხელით რა თქმა უნდა, უნდა ვიდრიკება და ამით რას ვაკეთებ. არ მახსოვს ასეთი თხელი სახაზავით შევამჩნიე თუ პირის ფიცრებს რო ვარგებდი, იმით შევამჩნიე იმ ფიცრებზე. გახსოვთ ალბათ გითხარით რომ მივადებ ორ ფიცავს ერთმანეთზე, შევათამაშებ ხელში. მაგალითად შუა ნაწილში თუ აიწია, ესე იგი ცირედი ღრიჩუარი. ან ნაპირებში თუ ამოძრავდა შუა ნაწილია ცოტა მეტი და შუა ნაწილი არის ასაღები. ასევე ვაკეთებ ხოლმე ხშირად. ზევიდან რო უყურებ, კარგად არ ჩანს, ხო? მაგალითად დავდე გავაშალაშინე და ზევიდან დავადებ, აქედან ვერ დაინახავ და მაგალითად მეზარება დავიკუზო შევხედო. შევათამაშებ ხოლმე. თუ ასევე მაგალითად რო გაჩვენოთ. ერთ მხარე მეორე მხარე დავიდე რაღაცა. შუა ნაწილი თუ ამოძრავდა, ესე იგი ჩავარდნილია. თუ შუა ნაწილი დევს და შუა ნაწილი არ ამოძრავდა, მე უკვე ნაპირს ვამოწმებ. რომ ამოზნექილი არ იყოს. 30 სანტიმეტრიანი სახაზავიც მაქვს. ეს სახაზავი კარგი რატომ არის? ორივე მხარეს აქვს ზევითაც და ქვევითაც მილიმეტრიანი ნიშნულები. უკან აქვს ინჩები. ამას ზედა 10 სანტიმეტრში მხოლოდ მილიმეტრიანი არა, 9 მილიმეტრიანი ნიშნულებიც აქვს, მაგრამ რთულია ზუსტად დანახვა ეს თვალს ჭრის. არ ვიცი, სხვებმა ეგებ კარგად დაინახოთ, მაგრამ მე 9 საუკუნე უკვე გავლიე, 9 კიდევ გასალევია. და ცოტა მიჭირს იქ 9 მილიმეტრების მონიშნა. მირჩევნია მილიმეტრიაში მონიშნო ეს 9 მილიმეტრი. ვცდილობ ხოლმე მაგალითად 6, 7 მეათედი, 8 მეათედიც მოუნიშნოთ მილიმეტრიანი, როცა არის ზოლები. თვალზომით ვცდილობ რომ მილიმეტრის მეათედები ზუსტად აღნიშნო, როცა მინდა. და რატომ არის ეს კარგი? მაგალითად მოვიტან ნამზადს და გაჩვენებთ. მაგალითად ფანდური მომიტანეს შესაკეთებლად და ყელი არ არის სწორი. გავასწორე, მაგრამ სათავე ხომ მართობულად უნდა იყოს. შუა ხაზის მართობულად
იშვიათად არის კი თანაბარი სიგანის უпроსტորეთ ყელი, მაგრამ ძირითადად მუცლისგან უფრო განიერია, სათავესთან ვიწრო. ცენტრალური ხაზის მართობულად ხომ უნდა იყოს სათავე. დავადებ სახაზავს. გავათანაბრებ აქ კიდეებთან ზუსტად შუაში და მოვნიშნავ. აქეთ იქით. აქვს შუა ხაზის მართობულად უკვე სათავე. შემიძლია ჩავხერხო. ოც სანტიმეტრიანი სახაზავიც მაქვს. იგივე, რაც გონიოზე ვთქვი. როცა გრძელი ხაზი უნდა გავავლო, თქმა უნდა მოკლე სახაზავით, რთულია გრძელ სახაზავს ავიღებ, მაგრამ როცა პატარა რაღაცის გაზომვა მომინდა, მოუხერხებელია, ხო? თუნდაც იგივე 60 სანტიმეტრიანი სახაზავი. ერთი ასეთივე ოღონდ 20 სანტიმეტრიანი სახაზავი იქით მაქვს, სადაც ფამდურის მუცელს ვარგებ. ეს ხერხი იქ მაქვს ფიცრების დასამოკლებლად, მუცლის ფიცრების დასამოკლებლად. მაგრამ მაგალითად ბოლოებს დაახლოებით სანტიმეტრით გრძელს ვაკეთებ ხოლმე. მორგზე რომ მივაწებებ ბოლოში. იმის ჩამოსახერხად ეს კვილი მსხვილია. იცით რომ 3 მმ ნახევარს ვაკეთებ ფიცარს, ანუ მუცლის კედლის სისქე 3 მმ ნახევარია და კი, წვრილი კვილია. ბიჯი რამდენი აქვს? არც გამიზომია, გავზომავ და გეტყვით. ან დაახლოებით მილიმეტრი და 8/10-ია ბიჯი, ან 2 მმ. ვერ ჩავხერხავ ხოლმე კარგად და მეორე მაქვს ხერხუნა ქვია ქართულად. ოღონდ ის თელი სიგრძის. იმით გადავჭრი ხოლმე უკვე ბოლოზე ფიცრებს. ამას კი წეგანს გითხარით, რომ უასთან რომ მოსახერხია, იქ მოუხერხავ ხოლმე. ჩვეულებრივ სიბტყეზე ამ სიგანისაც რა თქმა უნდა, კარგად გავხერხავ. მაგრამ იმ თხელ კედელს ვერ ვხერხავ ამით. რთული გასახერხია. ასეთ ჭახრაკი გაჩვენეთ და ასეთი ჭახრაკები პატარაც არის. ეს არის 2 ნომერი. 3 ნომერი, ამაზე დიდიც არის მოძრავი ხრახნი, რომელსაც აქვს, არ ვიცი ამ ნაწილს რა ქვია, ეს მოძრაობს. სხვადასხვანაირი ჭახრაკებია, რაღაცის შესაძლებლად დაგჭირდებათ. ჭოპოსნები, კლიბები. ეს საბჭოთა პერიოდის ჭოპოსანია. არც მახსოვს რამდენი წლის წინ ვიყიდე და დღემდე ამით ვამუშავებ ყელს, რომ გადავამრგვალო ხოლმე. ახლა კი ასეთი ჭოპოსნები იყიდება. ამ დიდ კბილს ჭოპი ქვია, იმიტომ არის ეს ჭოპოსანი. კლიბი სხვა რამე არის. ამას ნახევარ მთვარეს ვეძახი, რადგან ეს ბრტყელია და მეორე მხარე ამოზნექილი. ასეთივე ნახევარ მთვარე კლიბიც მაქვს. ეს ვითომ რკინის არის წესით უпроსტორეთ, მაგრამ რკინაზე არც გამისვია, რადგან არ გააფუჭოს რკინამ, არ ვიცი როგორი ფოლადია. ეგებ კარგიც არის, მაგრამ რკინაზე არც მიცდია. რგვალი კლიბი უფრო წვრილიც მაქვს. ბრტყელი კლიბიც მაქვს. კიდევ ერთი საზომი ხელსაწყო. შტანგენ ფარგალი. მოკლედ შტანგელს ვამბობთ ხოლმე, თან ნს ნაცვლად ლს ვამბობთ ბოლოში, რადგან შტანგენი ცოტა რთული სათქმელია, შტანგელი უფრო მარტივია. მაგალითად ხვეწი არის. სიგანეს ბრტყელ რაღაცას კი გავზომავთ. დავადე 25 მმ, ანუ 2 სმ ნახევარი. მაგრამ ტარი რგვალია, ხო?
ვერ გავზომავთ სახაზავით. ესაც 25 მმ. არის. ამას აქვს ხვრელის საზომიც. რომ მაგალითად გავიგებთ, რამდენია ეს ხვრელი სახაზავით რო არ ვზომოთ. სახაზავით გავზომავთ, მაგრამ პირობითად რომ გაჩვენოთ. გზევით ინჩებია, ქვევით მილიმეტრები. და დანაყოფები აქვს აქ. ზომავს მილიმეტრის მე-20-ს, ანუ 0.05 მილიმეტრს. ხო, ამას კიდევ რა აქვს? სიღრმის საზომი. გავზომოთ. მაგალითად, პირობითად რომ გაჩვენოთ, ამის სისქე, როგორ იზომება. უნდა გამოვწიოთ ჯერ. შემდეგ ხედავთ ხომ, ეს უკანა მხარეს არის, ამიტომ აქ აქვს დასაბჯენი, დავწიოთ დასაბჯენი. ეს დასაბჯენი უნდა იყოს იმ მხარეს, სადაც დაებჯინება შემდეგ, რომ სიმაღლე გავზომოთ, სიღრმე, უბრალოდ. დავაბჯინეთ დაბლა და შემდეგ უკვე დავწიეთ. რო დაედო, გავზომეთ 12 მმ. რა უნდა გაითვალისწინოთ შტანგელის ყიდვისას? ჯერ მოდი პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, იმას გეტყვით. 0 და ქვევითაც 0 ხაზებია აქ, ალბათ ჩანს კარგად. ეს ხაზები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თანამედროვე შტანგელები უმეტესობა იტყუება. ზოგს მეტი ცდომილება, ზოგს ნაკლები. ესეც არ არის უზუსტესი. მილიმეტრის მიათერთს იტყუება. რო გავზომოთ. თუმცა ესეთი სიზუსტე აუცილებელი არ არის ისთვისაც ვიყენებ ამ შტანგელს. ზევით ხვრელს ზომავს გითხარით. ესეც არ არის ზუსტი. მილიმეტრს იტყუება ესეც. გვაჩვენებს, რომ აი მაგალითად გვაჩვენა, რომ 7 მმ-ია. სინამდვილეში 8 მმ-ია ის ხვრელი. რადგან ვიცი, რომ 1 მმ-ს სხვაობას მაძლევს. გავზომავ ხოლმე, მე მივუმატებ 1 მმ-ს და ვიცი, რამდენიც არის ხვრელი. ამიტომ დააკვირდით, რომ ეს ნოლები ხაზები ზუსტად იყოს. კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან არ უნდა ყანყალებდეს. მე გაზომვისას ცდომილება არ მოგცეთ. მოდი, აკი მაქვს ხვეთს გაჩვენებთ. არის მსგავსი, ოღონდ 25 მმ-ია, ხომ? ესეც 25, ეგრე 30 მმ-იც იყოს. ის არის თეგი. თეგი რაღაც სამოსათეგად ჩაქვის სურტყავ და მაგალითად კარს რო აკეთებენ, ან ფანჯარას, აღარ მახსოვს იმ ნაწილებს აქვია. ერთ მხარე უნდა ამოუთეგოთ და მეორე ჯდება შიგნი, რომ ყარად იყოს, ხო? ჩარჩო კარის. იმის ამოსათეგად ამით ვერ ამოუთეგავთ. კი, ამოუთეგავთ, მაგრამ ვიწვალებთ, რადგან თხელია და გადაწევა გვიწევს, რომ ამომტრიოთ. ამოჭრილი შიგნი ხის ბოჭკოები, ხის რასაც ამოუთეგავთ, მაგრამ თხელი რო არის, ეს ან გაგვიტყდება, ან გაიღუნება და გვაწვალებს, ხომ? ამიტომაც არის თეგი სქელი. სიგანესთან შედარებით სქელია. ეს არის ხვეწი. რაღაცა მაგალითად ჩამოვხერხეთ და მოსუფთავება გვინდა. ამით მოვასუფთავებთ. სადაც ვთქვათ, შალაშინით ვერ მიუდგებით. სხვადასხვა ზომის არის ეს ხვეწებიც, თეგებიც. თეგი ეგებ დაგჭირდეთ კიდეც, მაგრამ ეგებ არც დაგჭირდეთ საერთოდ. ხვეწი
მე ვიყენებ, როცა ფანდურის სარტყელს ვამუშავებ. სარტყელი გახსოვთ, მუცლის იმ ნაწილს უწოდებ, რაზეც პირის ფიცარი წებდება. იქ ყუასთან შალაშინით ვერ უდგები ხოლმე და ზედმეც ხვეწით ვიღებ. გონისულეს არის უცბად მოკლედ უпроსტორეთ იარაღზე რაც მინდოდა მეთქვა. თუ რამე გაინტერესებთ, კითხეთ. დღეს კი დაგემშვიდობებით.